სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ დაწერილი ახალი კონსტიტუცია ძალაში რამდენიმე თვეში შევა, თუმცა კონკრეტული მუხლები და პროცედურები კომისიის წევრებსა და ოპონენტებს შორის მაინც დავის მთავარ საგნად რჩება. ცალკეული მუხლების გარდა კონსტიტუციონალისტების ნაწილი შენიშნებს პროცედურების მიმართაც გამოთქვამენ. ვისი კანდიდატურა იქნება ახალი ძლიერი პრემიერ-მინისტრი, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის თუ საპარლამენტო უმრავლესობის და რა პროცედურები უნდა გაიაროს პარლამენტმა მთავრობის დასამტკიცებლად. ხვიჩიაგი ამბობთ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტის მიხედვით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია შესთავაზებს. პრეზიდენტი კი ამ კანდიდატურას უკვე პარლამენტს წარუდგენს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლება, შესაძლოა მთავრობის დამტკიცების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. მთავრობის დამტკიცებისთვის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. თუ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის კანდიდატურას პარლამენტში გასული სხვა პარტიები მხარს არ დაუჭერენ, პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას ვერ დაამტკიცებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ახალ კანდიდატურებს წარადგენს ის გაერთიანება, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის შექმნას შეძლებს. ამ გაერთიანებაში შესაძლოა არ აღმოჩნდეს არჩევნებში გამარჯვებული პარტია. იმ შემთხვევაში კი თუ უმრავლესობა ვერ შედგება, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტი დაითხოვოს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას 2/5 ვაძლევთ საშუალებას წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ანუ ეს არის მცდელობა შეიქმნას უმცირესობის მთავრობა. როგორც წესი, ასეთი მთავრობა დროებითი არის, მაგრამ კომპრომისის სახით შესაძლებელია რაღაც გარკვეული დროით ასეთი უმცირესობის მთავრობა შეიქმნას. თუ არავის არ აქვს პარლამენტში უმრავლესობა, არც ერთ პარტიას, მაშინ აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი კოალიცია, რომელსაც ექნება მანდატების ნახევარზე მეტი. და თუ ასეთი კოალიცია ვერ შეიქმნა, მაშინ პრემიერ-მინისტრს ვერ აირჩევენ და პარლამენტს დაითხოვენ. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული საბაზისო პროექტის ეს ნაწილი მოსწონს და ამბობს, რომ თუ პარლამენტი უნარო აღმოჩნდა, მისი დათხოვნის უფლება პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. თუმცა ხმალაძეს არ მოსწონს ის პროცედურა, რომლითაც პარლამენტს მთავრობის დამტკიცება უწევს. შეიძლება აღმოჩნდეს პროცესი უფრო გაწელილი დროში, ან ნაკლებად გაწელილი დროში. შეიძლება პროცესი გაგრძელდეს, თქვათ, 1 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე ან მეტი. აი, საჭიროა ისეთი ნორმების ისეთნაირად ჩამოყალიბება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის ფუნქციებს ასრულებს ძველი მთავრობა, რომელიც წასასვლელია უკვე. და ასეთი მთავრობის მოქმედება ჩვეულებრივ არასოდეს არ არის ხოლმე ეფექტიანი. ოპონენტის კრიტიკას იზიარებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ართანდილ დემეტრაშვილი. მაესტროს ეთერში გადაცემა პირდაპირ საუბარში სტუმრობისას დემეტრაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შენიშვნა საბაზისო პროექტის მიმართ ვენეციის კომისიასაც ჰქონდა. სრულიად სწორი შენიშვნა იყო, სხვა შორის იგივე შენიშვნა გააკეთა ვენეციის კომისიამ. მათთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა ელოდებოდეს და რატომ უნდა მეორდებოდეს 1 თვის განმავლობაში კენჭის ხრები ნდობის მისაღებად. მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უკვე ბათუმში ქონდა 1 კვირის წინ კონფერენცია და იქვე დავადგინეთ, რომ ვადები შემცირდეთ თითქმის ანახევრად. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საბაზისო პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს ბერლინშიც მოისმენს. კომისია სრული შემადგენლობით ბერლინის კონფერენციაზეა მიწვეული, სადაც ქართული კონსტიტუციის ახალ პროექტს საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ეგრეთ წოდებული მაზევშიკობის შედეგად სუიციდისა და კრიმინალური დანაშაულების შემთხვევებმა იმატა. ამ საკითხით საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე მაზევშიკების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამას გარდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აქამდე ხელისუფლებას ამ კანონის გამკაცრებასა და ტოტალიზატორებში მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარის აწევაზეც უნდა ეზრუნა. დეტალებს თიკა ანტღულაძე კი ამბობთ. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეგრეთ წოდებული მაზავშიკების ფარული გარიგებისა და საქმის გარჩევის ფაქტების გახსნა მიმატა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ფეხბურთის თამაშებზე ხელზე დადებული და წაგებული სანაძლეოდან ფულის ამოღების საქმეში მონაწილეობდნენ. ასევე აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ ამჟამად საბერძნეთში მყოფ კანონიერ ქურთთან კოსტა ბობოხიძესთან, მეტსახელად ზაკუნიასთან და ბელგიაში მყოფ კანონიერ ქურთთან ჯეირან კინჭურაშვილთან. სატელეფონო ზარების საშუალებით ისინი მაზავშიკების მიერ უკანონოდ მოგებული თანხის წილებს ითხოვდნენ.
ივიან ჯეილან ასე გიხარ, გავეჩე გავდახო ტიფული აგერ მაგისტრის პრობლემა ხუსავალი ვეიგე. არიფებს შესაძლებელი ფულკა და. ხო. ერთ ხუთკაც მოუშვებ ფაის აღარ და მოუწყვა ბედისა. ახლავია ვალ და ვეთუ ყველაფერს ვიქტორი. ანუ ერთად მოგიტყვამეთ უცხარი. Короче, ეს ბოქსები არიან ძალიან გლახა დღესი. ეგ ჩამბარებელები. ხო, ძალიან ცუდ დღესი არიან და არ მინდა ვარაფერიო და თქვენია რა. უნდა კი არა ქვეყნის ფული იშოვან ბოქსები და საყარები დააყიდია და კაი, მაგაზე აღარ გავაგზელოთ. ხო? ასე გქონდეს მაგას თავი, მაგრამ უნდა მიიღოს ეს თავი და 10 უნდა გაგუსუროს ჩვენ. ფეხბურთის ჩემპიონატის განმავლობაში ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული თანხის ჩაუბარებლობის შემდეგ რამდენიმე წაგებულმა მაზავშიკმა თავი მოიკლა. ეს ინფორმაცია უკვე პარლამენტშიც გახდა ცნობილი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორდ-კიფაინიძე მაზავშიკების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა, ლორდ-კიფაინიძე ტოტალიზატორებსა თუ სხვა აზარტულ კლუბებში შემცვლელთა ასაკობრივი ზღვარის გაზრდასაც ითხოვს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ჩემპიონატების შემდეგ დანაშაულის რიცხვი ყოველთვის მატულობდა. თუმცა კანონის გამკაცრების საკითხი პარლამენტს არ დაუყენებია. სახელმწიფო თავად გვევლინება ეგრეთ წოდებულ მაზავშიკად. იმიტომ რომ მაზავშიკები ჩვენ არა მარტო ტოტალიზატორების გარეთ უნდა ვეძებოთ, არამედ იმ კანონმდებლებშიც უნდა ვეძებოთ, რომლებიც რატომღაც 18 წლის ბავშვს აძლევენ უფლებას აზარტული თამაშით იყოს დაკავებული და შემდგომ თავში იმპრიოს თუ როგორ მოიტანოს ის წაგებული თანხები. მაზავშიკების წინააღმდეგ ახალი კანონის ამოქმედების მომხრეა უმრავლესობაც. მათ დიმიტრი ლორდ-კიფაინიძეს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნაც შესთავაზეს, რომელიც ამ კანონზე იმუშავებს. არალეგალური აზარტული თამაშები საერთოდ ქმნის ძალიან მაღალ კრიმინალურ ფონს. და ჩვენ ვიცით უკვე კონკრეტულად შემსწრეები ვიყავით განსაკუთრებით ამ ზაფხულის განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ძირითადად ესენი არიან ახალგაზრდები, დებენ სრულიად გაუცნობიერებლად უზარმაზარ თანხებს და შემდეგ ამას მოჰყვება მუქარა, დაპირისპირება. ეს საკითხი მოითხოვს ძალიან სკრუპულოზურ მიდგომას და მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის, რომ კანონშიც იყოს ასახული. დიმიტრი ლორდ-კიფაინიძე სპეციალურად ახალ კანონპროექტზე სამუშაოდ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას სექტემბერში აპირებს. კონსულტაციებისა და ახალი პროექტის დაწერის შემდეგ კი პარლამენტი ამ საკითხს სესიებზე განიხილავს.